გინდათ აი ესეთი ფენოვანი ცომი მოამზადოთ ხათოსგან. ნახეთ რამდენი ფენაა. ნახეთ რამდენი ფენებია. ნახეთ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. აუ საოცარი ცომია. თუ ზუსტად ისე გააკეთებთ როგორც ვიდეოშია ნათქვამი, ნამდვილად გამოგივათ. ესეც დაპირებული ფენოვანი ცომი ადუღებულ წყალზე ხათოსგან მიყვარხართ. გესალმებით ჩემო საყვარელო. გამომწერება ძალიან მომენატრებით ხოლმე, იმიტომ რომ ამ გრამაჟობით კვებაზე ვარ და დამეტყო კიდევაც ფორმებზე და ხშირად ვერ ვაცხობ, არა და მენატრება თქვენთან კონტაქტი მინდა გემრიელი რაღაცები გაგიმზადოთ ხოლმე. ერთმა ის უმახსოვს აი ეს ძველი ფრაზა, ერთმა ძალიან ცნობილმა ფრანგმა კულინარმა თქვა, რომ ჩვენი ცხოვრება არის სამზარეულო, სადაცო იქმნება კერძები, რომლებსაც ქვიათ ბედნიერებაო და ესია ყველა ქალს თავისი ხედვა, ყველა ქალი თავისებურად ქმნის კერძებს და აქედან ყველა ჩემს გამომწერს და ჩემს ქალბატონს მივესალმები. დღეს მინდა მოგიმზადოთ ფენოვანი ცომი მოვიკრასკე რომ გაგეპრანჭოთ. დღეს მინდა მოგიმზადოთ ფენოვანი ცომის რეცეპტი, რომელიც აი იმ კომუნისტური წყობის დროს რომ აი უზარმაზარი ხრაშუნა ფენოვანები იყიდებოდა ხოლმე ბუფეტებში, ხო გახსოვთ, აი ზუსტად იქ გამოგზაურებთ, არის აი უნიკალური, უნივერსალური ცომი. შეგიძლიათ მომამზადოთ ნაპოლეონი, ტრუბუჩკები, ხვეულები, ფახლავა, აი რაც გინდათ, აი ბეზეიან ფახლავას რო ეძახიან, მოკლედ, აი რაც გინდათ ღვეზელები, რა თქმა უნდა, მოამზადეთ და ეხლა თქვენთან ერთად ოდნავ კამერას დავწევ და თქვენთან ერთად მოვამზადებ. რა მარტივი არ ჭირდება 2 დღე, 3 დღე, ძალიან მარტივად ყოველ ნახევარსაათში 3-ჯერ გადავკეცავ და გამოვაცხობ კიდევაც თქვენთან ერთად ძალიან მიყვარხართ. დავწევ ახლა ოდნავ კამერას. ეს არის ჯიჯი ჰაუსში ვიყიდე აი ეს გობი, ასე ვთქვა და ისეთი გემრიელი არა გოგოებო, ძალიან მადგება. აი ნახეთ 9 ლიტრი განსხვავებულია ქაფქაფა, აი ხელი არ დამეწვეს ახლა ქაფქაფა წყალი დამჭირდება ქაფქაფა 9 ლიტრი. ეგრევე ამ ქაფქაფა წყალში გავხსნი ერთ სადილის, ნახეთ, სადილის კოვზი, ეს არასავსე მარილს და რა თქმა უნდა შაქრის გარეშე, ამ რეცეპტში შაქარი არ იყო, მაგრამ მე შაქარს დავუმატებ ცოტა საუცებად ფერის. დავუმატოთ შაქარიც ცოტა რა თქმა უნდა, შაქარი აკეთილ შობილებს შემდგარ დაიმახსოვრეთ, აი ესე. და გაიხსნას ქაფქაფა ადუღებული წყლით მე ფენოვანი ცომი არ მომიმზადებია. ასეთი რეცეპტი მე არ მიდევს. აქვე კარაქი. აი ნახეთ, კარგი ხარისხის კარაქი უნდა ჩავაგდოთ, მარგარინით კეთდება, მაგრამ ამ საბაზისო სანამ ცომი მოიზილება, აუცილებლად უნდა კარგი ხარისხის კარაქი და აი ესე გავხსნი ახლა მე ამ კარაქს და დაგიბრუნდებით. დავაცრით მე ფილმს. რეცეპტ ზემოდან აღარ დაგიწერთ, იმიტომ რომ ზუსტ პროპორციებს ვამბობ. ანუ 9 ლიტრი ქაფქაფა წყალი, 100 გრამი კარაქი ნატურალური მაღალი ხარისხის, უცებ გალღა, იმიტომ რომ ადუღებული იყო და აქ მაქვს 3 სუფრის კოვზი, კარგი ღვინის ძმარი, აი კარგი გემრიელი ღვინის ძმარი. მორჩა, ამას აღარაფერი აღარ უნდა. ეხლა ნახეთ, მე აქ მაქვს ამას უკვე გადავდებ გვერდზე, აღარ მჭირდება. მე აქ მაქვს წონის ფქვილი იყიდეთ, მე კარმენი მომწონს, რა ვიცი, ამოვიჩემე, ძალიან მომწონს და კიდევ გაცრილი მაქვს და კიდევ გავცრი. ნახეთ, აი გაცრილ ფქვილს კიდევ ვცრი, იმიტომ რომ აი უნდა ძალიან კარგი გამოგივათ ესე ჟანგბადისგან უნდა გავათავისუფლოთ. ნახეთ როგორია. აი დავაცრი. ესე მორჩა, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ეხა ჯერ კოვზით, იმიტომ რომ მგონი ცოტა ცხელია, ხელი არ დამეწვეს. მე მოვზელთ ცომს და გაჩვენებთ როგორ კონსისტენციის ცომი უნდა მოვზელო. ჩავყავი ჩემი ლამაზი ხელები და მოვზელ. 900 გრამი ფქვილი იყო მართლა. 900 გრამი ფქვილი, ზუსტად 900 გრამი ფქვილი წავა და ეხლა მე აქ უნდა მოვზილო ძალიან ისეთი თან ეს გობი როგორია, მადლობა ჯიჯი ჰაუსა, ესეთი ჩვენი განებივრებისთვის, თან ასეთი ფასებისთვის, ესეთ გობს, ამხელას, აი ნახეთ, ამხელა გობია. სად იყიდი ისეთ ფასად თუ არა ჯიჯი ჰაუსში. აი ნახეთ, ეხლა
ამას ესე თან ესეთ ადგილი როა, ანუ მოსაზელად ხო, ადგილი როა კარგად მოიზილება. აი ზუსტად 900 გრამი წავიდა, პროპორციებს ზუსტ გეუბნებით. ზოგადად შეიძლება ოდნავ მეტი ან ოდნავ ნაკლები. ეხლა ამას მე კიდევ ოდნავ ფქვილს მოვაყრი, იმიტომ რომ კარგად უნდა დავამუშაო ჩემო საყვარელო მეგობრებო. სადღაც აი 50 გრამი გაითვალისწინეთ იქით აქეთ. ანუ 950 გრამი, 900 გრამში მოზილეთ და ეხლა მე ამას კიდე აი ესე ფქვილს მოვაყრი, იმიტომ რომ კარგად უნდა დავამუშაო ეს გუნდა. მე უნდა დავასვენოთ 20 წუთი და მე დავიწყებ დაფენოვნებას. და იმასაც 20 წუთი დავასვენებთ და გამოვაცხობ უცებ ფენოვა ხაჭაპურს. სასწაული რეცეპტია, შეინახეთ. ბებია ჩემი თამარა რომ მეუბნებოდა ხოლმე რომ გობიო პურს რომ მოზელო და ან ხაჭაპურის ცომსო უნდა გამოპრიალდესო. თუ არ გამოპრიალდებაო, ის რა დიასახლისიაო სინამდვილეში, მაშინ ისეთი გაჭირვება რო იყო ჯერ ფქვილს როგორ ყიდულობდნენ, ხო? ჩვენი წინაპრები რა პერიოდები გამოიარეს მეორე მსოფლიო ომი და იმიტომ ამ რა თქმა უნდა დიასახლისობა ამით განისაზღვრებოდა, იმიტომ რომ ადამიანი ოჯახის უფროსი ძლივს რო იყიდი და რა ქვია ფქვილს და იმ გობში თუ დატოვიდა რძალი დატოვიდა 1 კილოს, რა თქმა უნდა ნახეთ აი როგორ კარგად აი ესე სადღაც ერთი 10 წუთი ესე კარგად უნდა დაამუშავოთ და უკვე ესეთი გუნდას რომ მივიღებთ. ეხლა ამას სელოფანს გადავაკრავ და დავასვენებ ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო. ზუსტად 20 წუთი და მე კიდევ ერთხელ გადავზელ. მე რას გავაკეთებ, ამას გაჩვენებ და რა თქმა უნდა არ დაგავიწყეთ ხათოს და სანდროს YouTube გვერდის გამოწერა, იმიტომ რომ აი მე რომ წერთ ხოლმე სად არის ეს რეცეპტი, იქ ჩაწერთ ხათოს ფენოვანი ცომი გაფგაფა ადუღებული წყლით და ამოგიგდებთ, მიყვარხართ. გადავაკარით სელოფანი და 20 წუთი გაისვენებს ეს ცომი და დაგიბრუნდებით, სანამ ჭურჭელს დავურაცხავ, დაგიბრუნდებით, გავა 20 წუთი. გავიდა ზუსტად 20 წუთი, ნუ აი ნახეთ ცომი როგორი უკვე ხელში მომყვება, ისეთია, მოხსნი ახლა მე ამ სელოფანს და კიდევ ერთხელ გადავზელ კიდევ ერთხელ და ეხლა უკვე ნახეთ როგორი ცომი აუცილებლად უნდა გადაზელვა და ეხლა უკვე დავასვენებ 10 წუთით. გავყოფ ცომს ამ ნაწილად და დავიწყებ დაფენოვნებას, ასე ვთქვათ, თქვენთან ერთად. ხო რა ცომია, ამას მეტი არაფერი არ უნდა. ეხლა კიდე ცელოფანს გადავაკრავ, ნახეთ როგორი ელასტიური ცომია და ზუსტად 10 წუთი მეტი არ უნდა და გავყოთ სამ ნაწილად და დავიწყოთ დაფენოვნება. დაგიბრუნდებით. ოდნავ დავწერ კამერას კიდევ, აი ეგ გავიდა კიდე 10 წუთი, ზუსტად ისე გააკეთეთ, რასაც მე ვამბობ. შუალედები უნდა იყოს 20 წუთი, მაგრამ ეხლა უკვე მოზელილი ცომი მაქვს, ნახეთ აი ფანტასტიკური ცომია, შეხედეთ აი როგორია. ეხლა მე ეს უნდა გავყო 3 ტოლ ნაწილად, შევეცდები სწორად გავყო, მაგრამ ავწონი და მაინც ზუსტ წონას გეტყვით, ვინაიდან ვიცი რომ მაინც კითხვას დამისვავთ, რომ რამდენია, როგორ არის, აი ესე გავყოფ და შევეცდები რომ გუნდა იყოს ერთი რაოდენობის. 3 გუნდაა სულ, 1, 2 და 3. აი ესე ამოვაგუნდავებ. ესეთი გუნდები მივიღე 3 ცალი და ავწონი ახლა და გეტყვით ზუსტ წონას ერთი გუნდა რამდენი უნდა გამოვიდეს. ავწონე, ჩემთან თვითონ გუნდა გამოვიდა 530 გრამი. აი ეს სამივე გუნდა არის 530 გრამი. ეხლა რას ვაკეთებთ? ვიღებ ერთ გუნდას. აი ესე უბრალოდ ვასწორებ ხელით. კამერა დამივარდა რა. და ვიტანჯე ისეთი ვერ ვიშოვე, ისეთი ისე რა ქვია, დამჭერი რომ სულ მივარდება კამერა. აი ესე გავწევ, ეტყობა რომ გავწევ და ნახეთ 3 მაქვს გაყოფილი. აქ არის 120 გრამი არ დავასახელებ ხა რომელი მარგარინია, რომელიც თქვენ გინდათ. არა აქვს ამას მნიშვნელობა. ნებისმიერი მარგარინი, რომელიც თქვენ გაგეხარდებათ. აი ესე ჩავდებ. აი ესე როგორც ხაჭაპურს ისე აირყევა მაგიდა და იმიტომ აი ესე მოუკრავ როგორც ხინკალს. აი
ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს გამთნარი და გამოვიდა უკვე ერთი გუნდა მსათარი. ეხლა ვიღებ მეორეს, ასე ხელით გავაბწყელებ, გავწელავ ცომს, ნუ ცომი არის ფანტასტიკური, ელასტიური, ნუ სასწაული, სამუშაოდ სასწაული. ასევე ვიღებ მარგარინს, აუცილებლად მარგარინი, იმიტომ რომ ფენოვანი ცომი სხვანაირად არ კეთდება, ისეთი როგორც უნდა იყოს და არ დაიჯეროთ, რომ ყველა კარაქსი ამზადებს და აი ესე უბრალოდ კიდე ხინკალივით აი ესე ჩავდებ. ესეც 2. აბა გარეთ რა სჭამთ? კარაქსი მომზადებულს გონიათ? აი 2 და მესამე. შეეცადეთ იყიდოთ ონას მომწონს ეს ონა რა ვქნა და ფენოვანი ცომის ვერცხლისფერი ონა იყიდეთ. ეს ეხლა რაც მქონდა სახში იმით გავაკეთე და ნახავთ მაინც რა მაგარი გამოვა. თუ არ ვწდები ეს ოდაა. მაგრამ მე მიყვარს უფრო ფენოვანი ცომისთვის რო არის ვერცხლისფერი ონა, ის იყიდეთ, კაი ბარემ ვიტყვი ხა ონას გავუკეთოთ რეკლამა უფასო. აი ესე. 3 ცალი, მორჩა. გამომივიდა უკვე 3 ცალი. შიგნით არის ჩადებული ცხიმი, ეს დავასვენოთ 20 წუთი და დაგიბრუნდებით. ამას უკვე გადავაფარებ, რა თქმა უნდა. ნუ ცომი ისეთია, ხელში ვერ დაიჭერთ. არ უნდა მაცივარი ამას, პირდაპირ დავასვენებ ესე 20 წუთით და დაგიბრუნდებით. გავიდა 20 წუთი, შემოსაყვარელო მეგობრებო, გავწევ ახლა ამ 2 გუნდას და აი ამ ერთ გუნდას დიდი გაშლა ამას არ უნდა დიდად. მოვაპრქვევ ქვილს. ანუ ძალიან რო გავიყვანოთ, საერთოდ არ არის საჭირო. ეხლა აი გავშლი და გაჩვენეთ როგორ გადავა. გავბრწყელება ამას არ უნდა, ვინაიდან მაცივარში არ იყო და უკვე ცხელა ნახეთ, გამოვიდა. კარაკი შეიძლება გამოგივიდეთ, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, აი ესე. აი ნახეთ. აი პირველი გადაკეცვა უკვე მზად არის. აი და ეს უკვე 20 წუთით, იმიტომ რომ აი ცხიმი გამოდის გარეთ, 20 წუთით უნდა დავასვენოთ მაცივარში, ესე უნდა გავაკეთო სამივე ფენა. ერთსაც გაჩვენებთ, ან ერთსაც გაჩვენებთ კარგით. ესეც მეორე დიდი გადაკეცვები ამას არ უნდა, ესე გაშლით 20-20-ზე დაახლოებით 1 2 3. აი ნახეთ. ეხლა ამას 20 წუთით შევდგამ მაცივარში, გავიმეორებ 3ჯერ ამ პროცესს და გამოვაცხობ ხაჭაპურებს და უკვე გამზადებული ხაჭაპურით დაგიბრუნდებით, მიყვარხართ. მაცივარში უნდა შევდოთ 3ჯერ, ინტერვალი უნდა იყოს 20 წუთი და ვაცხობთ ხაჭაპურებს და რაც გაგვეხარდება ყველაფერს. უკვე მესამე გადაკეცვა, ნახეთ რა მარტივია, გადავკეცე ესე, მერე ესე, ნახეთ, ესე, ერთი ხელით ვიღებ, იმიტომ რომ 100ჯერ დამებრახუნა ის რა ქვია. ცოტა ესე გადავაბწყელოთ. აი, ნახეთ, 1 და 2. ეხლა მინდა ფენები გაჩვენოთ და მიიღებთ აი ასეთ ფენას. ეხლა ამას კიდე 20 წუთი დავასვენებ, მესამეჯერ, სულ 20 წუთი უნდა დაასვენოთ და გამოვაცხობ ფენოვან ხაჭაპურს და გაჩვენებ, დაგიბრუნდებით.